მოგესალმებით ეთერშია სტასოტივის საინფორმაციო გამოშვება დღის მთავარ სიახლეებს მარია მელიევა გაგაცნობთ. მიხეილ ყაველაშვილმა თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანს საქართველოში თურქეთის საჰაერო ძალების სამხედრო სატვირთო თვითმფრინავის ჩამოვარდნის გამო მიუსამძიმრა. ყაველაშვილმა თურქ კოლეგასთან სატელეფონო საუბარი გამართა თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანთან. ჩემს თურქ კოლეგას საქართველოში თურქეთის საჰაერო ძალების სატვირთო თვითმფრინავის ჩამოვარდნის გამო გულწრფელი სამძიმარი გამოვუცხადე. საუბარი შეეხო მიმდინარე ძებნაშველის ღონისძიებას. ამ ძიმე წუთებში თურქი ხალხის გვერდით ვართ ვიზიარებთ თქვენს ტკივილსა და მწუხარებას. აღნიშნავს ყაველაშვილი X-ზე. ეს ბრალი რა თქმა უნდა სრულიად აბსურდულია და სხვა არაფერი თუ არა პოლიტიკური ანგარიშწორება და შურისძიება, რაც ბიძინა ივანიშვილის მიერ ჯერ კიდევ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე იყო დაანონსებული. მოულოდნელი არაფერი ყოფილა, მზად ვიყავით. ამის შესახებ პარტია გახარია საქართველოსთვის დეპუტატმა გიორგი შარაშიძემ ჟურნალისტებთან პარტიის ლიდერ გიორგი გახარიას წინააღმდეგ წარდგენილ ბრალზე საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, ცრულ მოწმემ დამსმენმა და ყველა იმ ადამიანმა, რომელიც ამ საქმეში ფიგურირებენ, ძალიან კარგად უნდა იცოდნენ, რომ მათ გიორგი გახარიას წინააღმდეგ კი არა ქართული სახელმწიფოს ეროვნული ინტერესების საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ მისცეს ჩვენებები. როგორც ჩორჩანას, ასევე 20 ივნისის საქმე მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური ანგარიშწორებაა და არანაირი საქმე არც სამართალთან და არც მართლმსაჯულებასთან ამ საქმეებს არ აქვს და ვერ ექნება, განაცხადა გიორგი შარაშიძემ. შარაშიძეს კითხეს თავად გიორგი გახარიას პოზიციასთან დაკავშირებით, რაზეც მან აღნიშნა, რომ ამას თავად გახარია გადაწყვეტს, ხოლო მათი პოლიტიკური გუნდისთვის არაფერი იცვლება. სამწუხაროდ სანამ ევროპარლამენტის გადაწყვეტილებას შესაძლებელს გახდიდა, რომ უვიზო მიმოსვლის შეჩერება კონკრეტულ ჯგუფებზე მომხდარიყო, ისინი მის ბლანკეტურად შეჩერებას განიხილავდნენ. ზოგიერთი მათგანისთვის ჩვენგან გახდა ცნობილი, რომ შესაძლებელია საქართველოს მოქალაქისთვის უვიზო მიმოსვლა გადავარჩინოთ. ახლა ყველა ამ უკანასკნელ მიდგომას ემხრობა. ამის შესახებ ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე თინა ბოკუჩავამ ჟურნალისტებს განუცხადა. ბოკუჩავას თქმით, მტკნარი ტყუილია, რომ ის ოდესმე რომელიმე საერთაშორისო პარტნიორს საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერებისკენ მოუწოდა. მინდა გითხრათ, რომ ყველა ამ უკანასკნელ მიდგომას ემხრობა და არა იმას, რომ აღნიშნული მექანიზმის შეჩერება საქართველოს ყველა მოქალაქისთვის. მე პირადად და ნაციონალური მოძრაობის საგარეო გუნდს დიდი ძალისხმევა აქვს ჩადებული, რომ უვიზო მიმოსვლა საქართველოს მოქალაქეებისთვის გადარჩეს, განაცხადა ბოკუჩავა. 13 წლის თავზე ივანიშვილის მთავარი მეტოქე და პოლიტიკური და პერსონალური მტერი მიხეილ სააკაშვილია. ეს არის ივანიშვილის სასოწარკვეთილი მცდელობა მიიქციოს დასავლეთის და ამერიკის შეერთებული შტატების ყურადღება. ამის შესახებ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე თინა ბოკუჩავამ ბრიფინგზე განაცხადა, როდესაც საქართველოს მესამე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის კლინიკიდან რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში დაბრუნებას გამოეხმაურა. ბოკუჩავას შეფასებით აღნიშნული გადაწყვეტილება ქვეყანაში დიქტატურის კონსოლიდაციის ნაწილია. როგორც ბოკუჩავამ აღნიშნა, სააკაშვილი ციხეში დაბრუნების შესახებ ინფორმაცია არც მათთვის, არც ადვოკატისთვის და არც ოჯახის წევრებისთვის ცნობილი არ იყო. საქართველო ორი ძალის მიერაა ოკუპირებული რუსეთისა და რუსეთ-ჩინეთის მარიონეტი ქართული ოცნების მიერ. ამის შესახებ ამერიკელი კონგრესმენი ჯო უილსონი სოციალურ ქსელში წერს. საქართველო ორი ძალის მიერაა ოკუპირებული რუსეთისა და რუსეთ-ჩინეთის მარიონეტი ქართული ოცნების მიერ. შეერთებულ შტატებსა და ქართველ ხალხს შორის მეგობრობა, რომელიც თავისუფლების სიყვარულითაა შეკრული ურყევია. მეგობარი აქტის მიღება, რაც მეგობარს ნიშნავს, ქართულად ამ სიმართლის მოწმობა იქნება, წერს უილსონი. თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი აცხადებს, რომ საქართველოში ჩამოვარდნილი სამხედრო თვითმფრინავის შავი ყუთი ნაპოვნია. ჩვენი თვითმფრინავის შავი ყუთი ნაპოვნია და გამოძიებები დაწყებულია. დაღუპულთა 19 ცხედარი ვიპოვეთ. ბოლო ცხედრის ძიება გრძელდება. ამ პროცესის განმავლობაში უპირველეს ყოვლისა აზერბაიჯანის პრეზიდენტ ალიევს ვესაუბრეთ და შემდეგ საქართველოს პრემიერ-მინისტრ ყობახიძეს, განაცხადა ერდოღანმა. ფაქტთან დაკავშირებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 275 მუხლის მეოთხე ნაწილით დაიწყო, რაც საჰაერო ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. დასაქმებულთა ზრდამ და უმუშევრობის შემცირებამ გამოიწვია ის, რომ ბიუჯეტში საშემოსავლო გადასახადის მოცულობა ნომინალურ გამოხატულებაში გაზრდილია. აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა პარლამენტში გამოსვლისას. მისი თქმით, ბოლო 4 წელიწადში უმუშევრობის მაჩვენებელი 21%-დან შემცირდა 14%-მდე. ასევე გაიზარდა ხელფასების ოდენობა კერძო სექტორში, გაცილებით უფრო მეტად ვიდრე საჯარო სექტორში. შესაბამისად, საბოლოო ჯამში ხელფასებისა და დასაქმებულთა გაზრდამ, ასევე უმუშევრობის შემცირებამ გამოიწვია ის, რომ საშემოსავლო გადასახადის ზრდა ერთ-ერთი ყველაზე მაღალია ნომინალურ გამოხატულებაში ჩვენს ბიუჯეტში, განაცხადა ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა.
საქართველოში არავინ ლანძღავს და არავინ ესხმის თავს უცხოელ დიპლომატებს. ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა. მისი თქმით, პირიქით ძალიან დიდ პატივს ცემენ იმ ურთიერთობებს, რა ურთიერთობებით საქართველოს აქვს წლების განმავლობაში განვითარებული პარტნიორებთან. საქართველოში არავინ ლანძღავს და არავინ ესხმის თავს უცხოელ დიპლომატებს. პირიქით, ჩვენ ძალიან დიდ პატივს ვცემთ იმ ურთიერთობებს, რა ურთიერთობებით საქართველოს აქვს წლების განმავლობაში განვითარებული ჩვენს პარტნიორებთან, ჩვენს მეგობრებთან. არაერთხელ ხაზგასმით გვითქვამს მიუხედავად იმ გამოწვევებისა, რომლის წინაშეც დღეს დგას საქართველო, მიუხედავად პირიქით იმ თავდასხმებისა, რომელსაც ჩვენ ვხედავთ ქართულ სახელმწიფოზე, ქართულ დემოკრატიაზე, ჩვენ ვრჩებით იმ მეგობრობის რეჟიმში ჩვენს პარტნიორებთან, რაც სჭირდება ჩვენი ქვეყნის მომავალს, აღნიშნა მაკა ბოჭორიშვილმა. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარე დავით ნარმანიამ კონკურენციისა და მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ მეოთხე საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობა მიიღო. ინფორმაციას სემეკი ავრცელებს. მათივე ცნობით, სემეკის თავმჯდომარემ სიტყვით გამოსვლისას ყურადღება გაამახვილა ენერგეტიკის სექტორში კონკურენციის განვითარების ხელშეწყობისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის საკითხებზე. მან დეტალურად ისაუბრა სემეკის მიერ რეგულირებად სექტორებში არსებულ სიახლეებსა და სატარიფო პოლიტიკაზე. მიმდინარე წლის ოქტომბერში ჩინეთის დედაქალაქ პეკინში გაიმართა მნიშვნელოვანი სხდომა მომდევნო 5 წლის ეკონომიკური და სოციალური განვითარების საკითხებთან დაკავშირებით. ჩინეთის კომუნისტური პარტიის მეოცე ცენტრალური კომიტეტის მეოთხე პლენარული სხდომა. აღნიშნულ სხდომაზე ყველაზე მნიშვნელოვანი იყო კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის მიერ ეროვნული ეკონომიკური და სოციალური განვითარების მე-15 5-წლიანი გეგმის შემუშავების შესახებ შეთავაზების მიღება, რომელიც მომდევნო 5 წლის განმავლობაში და მის შემდგომ პერიოდში ჩინეთის მოდერნიზაციისთვის უმაღლესი დონის გეგმას გვთავაზობს. მსოფლიოს ქვეყნებისთვის ახალ შესაძლებლობებს ქმნის და არასტაბილურ მსოფლიოს მეციმტკიცეს და პოზიტიურ ენერგიას წენს, ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში. ახლა კი გაგაცნობთ უცხოეთის სიახლეებს. სამხრეთ კორეაში მსუბუქი სატვირთო ავტომობილი ბაზარში შევარდა, რის შედეგადაც 2 ადამიანი დაიღუპა და 18 დაშავდა. ინფორმაციას როიტერსი ავრცელებს. სამხრეთ კორეის სახანძრო სამუშაო სამსახურის წარმომადგენლის ცნობით შემთხვევა ქალაქ პუჩონში მდებარე ბაზარში მოხდა. საინფორმაციო სააგენტო იონთაფის ინფორმაციით 2 ადამიანის გარდაცვალება დადასტურდა, მათ მომხდარის შემდეგ გული გაუჩერდათ. პოლიციაში განაცხადეს, რომ შემთხვევის შემდეგ სატვირთოს მძღოლი დააკავეს და დაკითხვაზე გადაიყვანეს. ასევე მათივე თქმით, მძღოლი ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ არ ყოფილა. სატვირთოს მძღოლმა შემთხვევის მიზეზად მანქანის უეცარი აჩქარება დაასახელა. ფიქრობ, ევროკავშირს არ აქვს უფლება განსაზღვროს თუ რა არის საერთაშორისო სამართალი. ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ კანადაში დიდი შვიდეულის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა. შეკითხვაზე განიხილეს თუ არა ევროპელმა მინისტრებმა კანადაში გამართულ შეხვედრაზე კარიბის ზღვის აუზში შტატების მიერ ნავებზე განხორციელებული დარტყმები, შტატების სახელმწიფო მდივანმა უპასუხა, რომ მასთან ეს საკითხი არავის განუხილავს. არა, ჩემთან ეს არავის განუხილავს, შესაძლოა ეს საკითხი თავად ერთმანეთში განიხილეს, მაგრამ ჩვენთან შეხვედრების დროს ამ საკითხზე საუბარი არ ყოფილა, აღნიშნა მარკო რუბიომ. მისი თქმით, ნარკოტიკები ვენესუელის გავლით ევროპაშიც იგზავნება, ამიტომ მათი განადგურებისთვის ამერიკის შეერთებულ შტატებს მადლობა უნდა გადაუხადონ. რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინსა და ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტ დონალდ ტრამპს შორის ბუდაპეშტში შეხვედრის გამართვა კვლავ შესაძლებელია. ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწე იური უშაკოვმა განაცხადა. ბუდაპეშტის სამიტის ჩატარება კვლავ შესაძლებელია, რატომაც არა, განაცხადა უშაკოვმა. უშაკოვს ამერიკის შეერთებული შტატებისა და რუსეთის პრეზიდენტებს შორის სამიტის ჩატარების სავარაუდო თარიღი არ დაუკონკრეტებია. შეგახსენებთ, შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ოქტომბერში განაცხადა, რომ რუს კოლეგასთან ვლადიმერ პუტინთან სატელეფონო საუბრისას უნგრეთში შეხვედრაზე შეთანხმდნენ. ამ განცხადებიდან რამდენიმე დღეში ტრამპმა აღნიშნა, რომ პუტინთან შეხვედრა გააუქმა. ამერიკის შეერთებული შტატები და მოკავშირეები ჩინეთის სამხედრო პოტენციალის ზრდით შეშფოთებულები არიან. ამის შესახებ შტატების სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ დიდი შვიდეულის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის შემდეგ განაცხადა. მისი თქმით, ამერიკა ჩინეთის მიერ ბირთვული შეიარაღების გაფართოებას ყურადღებით აკვირდება. ჩინეთი კაცობრიობის ისტორიაში სამხედრო ძალის ყველაზე სწრაფ ზრდას ახორციელებს, რა თქმა უნდა, ამას ყურადღებით ვაკვირდებით. ამის გამო ყველა შეშფოთებულია, განაცხადა რუბიომ. ასევე რუბიომ აღნიშნა, რომ ამერიკის შეერთებული შტატების მიერ ბირთვული იარაღის გამოცდის განახლება ბირთვული ძალების ქმედებებზე პასუხს წარმოადგენს. ჩვენ უნდა დავწმუნდეთ, რომ ეს სისტემები მუშაობს და საიმედოა, აღნიშნა მარკო რუბიომ. ასეთი იყო მიმდინარე სიახლეები მომავალ შეხვედრამდე.